გამარჯობა მეგობრებო, ყველას გვაქვს სამზარეულოსი სოდა. ის თეთრი ფხვნილი. ყველა დაახლოებით ერთი მიზეზის გამო იყენებს მაგათ. ეს არის, როცა საჭმელი უჭამია ბევრი, ზოგი ადამიანს აქვს იოგაც. რომ გარეთ მოდის რიფლუქსი. მწარე ვითომ საჭმელი დევს აქვს, მაგის გამო იყენებს ყველა. ეს არის დიდი შეცდომა. კი ბატონო, ძალიან სასარგებლო არის სოდა, მაგრამ ამ პრობლემისთვის არა. არსებობს სხვადასხვა პრობლემები, რომელში სოდა უნდა გამოიყენო. მაგრამ თქვენ იყენებს იოგა ცხიმიანი საჭმელი ჭამის მერე დისკომფორტი რო გაქვს, მაგისთვის იყენებ. 1000-ში ერთხელ ხანდახან შეიძლება მაგის გამოყენება, თუ თქვენ გამოიყენებს ეს ხშირად, ზოგი ყოველდღე, მაშინ იქნება ერთი დღე ესეთი პრობლემა იქნება, თქვენი კუჭი არ დარჩება საერთოდ მჟავე. და კუჭი მჟავე რო არ იქნება, ეს ყველაფერი ნაჭამი მოვა გარეთ, პლუს ეს კუჭის მჟავე რატოა? ბუნებამ რატო მოსცა ის მჟავე? პროტეინი, ცხიმი რო გადაამუშავო, პლუს საჭმელში ყველაფერში მიდის ბაქტერიები. ის ბაქტერიები რო მოკვდე იქვე. თქვენ თუ იგებს ყოველდღე სოდა, ბევრი ბაქტერიები შიგნით უფრო გრმა წავა, შეიძლება ნაწლავამდე წავიდე და მერე იქნება ეს პრობლემა კი არ მორჩება. მოიმატება სხვა პრობლემა. ეს ვიდეო არის სოდაზე, როგორ უნდა დალიო, არა მჟავიანობის პრობლემისთვის. მჟავიანობის პრობლემისთვის მეგობრებო, სხვადასხვა მაქვს ვიდეო გადაგებული. მჟავიანობის პრობლემა არის, როცა საკმარისი მჟავიანობა არ აქვს კუჭში. საჭმელი ჭამს, არ გადამუშავდება, არ იკეტება ზევით და მოდის საჭმელი გარეთ. მაგის ერთ-ერთი გამოსავალი არის ვაშლის ძმარი უნდა დალიო საჭმელის წინ, ან ბიტენ ჰიდროკლორაიდი. ეს დანამატია, იგივე არის, ეს ორივე უმატებს კუჭში მჟავა და მერე გარეთ არ მოვა ეს საჭმელი. მაგრამ არადროს ვაშლის ძმარი არ უნდა დალიო, თუ გაქვს წყლული ან ანთების ბაქტერიების განვითარებაში მაგრად ეხმარება სოდა. როცა არის ორალური პრობლემები. შიგნით ცუდი სუნი ან კბილები კავის გამო, გაშავებული ყვითელი ფერის კბილებისთვის კარგია. თქვენ შეგიძლია წყალში შეურიოთ, სხელი მასა გააკეთო და მერე კბილის პასტის გახეკო კბილები უფრო გახდება თეთრი, ვიდრე კბილის პასტებით თქვენ რო ხეხავს კბილები. მაგრამ ეს ყოველდღე არ უნდა გააკეთო, ეგეც კვირაში ერთხელ შეიძლება, თვეში 4-ჯერ შეიძლება. დღეს აკეთებს ყველა მანიკურები, ქალები, სულ ძვიან იმ სალონებში. და იმ მანიკური გაკეთების მერე ფუჭდება ეს ბუნებრივი ზედაპირი. სოდა დაგეხმარება ეს ზედაპირი ისევე შენარჩუნოთ, როგორც ბუნებრივი, თავისივე. ისევე სხელი მასა გააკეთე, გაწმინდე ეს შხილები, იქნება ისევე ბუნებრივად პრიალა, რომელიც გაფუჭდა ქიმიური მანიკურების გამო. სხვადასხვა სოკოვანი დაავადების დროს ფეხებზე ზოგ ადამიანს აქვს სოკო. ორი თითის შუაში, athlete's foot ქვია ინგლისურად, იქავება. მაგ დროს შეიძლება გამოიყენო სოდა. ეს როგორ უნდა გამოიყენო? ჩადე ერთი ჩაის ხოზი წყალში, გქონდე 10-15 წუთი ფეხები ამ თბილ წყალში, სადაც შერეული არის სოდა, მერე გაწმინდე და იმ ადგილზე არ განვითარდება სოკოვანი დაავადება მალე. იმიტომ ზედმეტი მჟავის ადგილზე უფრო მეტი ჩანსია ეს გახდის, pH-ი, ჩვენი კანის pH-ი ხო არის, სოდა არის ტუტე, შეექმნით იმ ადგილზე ტუტე გარემო და არ განვითარდება მალე სხვადასხვა ბაქტერიები. სოდა არის ბუნებრივი დიოდრენტი მეგობრებო. იგლიებში თუ სუნი მოდის, ოფლი რომ მოდის, იმ ადამიანის ოფლში არ არის სუნი. არც ერთი ადამიანს ოფლში სუნი არ არსებობს.
სუნი არის იქ რო განვითარდება მერე ბაქტერია კანის. სოდა შეიძლება გამოიკენო, ეს როგორ უნდა გააკეთო ნებისმიერი ძეთი. გინდა ნუშის ძეთი, გინდა ქოქოს ძეთი, გინდა ძეითუნის ძეთი. ძეითუნის ძეთი, ქოქოს ძეთი, ნებისმიერი ძეთი შეურიეთ სოდა, მალამოსავით გახდება. იქ შეიძლება ლავენდერის ძეთი, ანუ სუნი, ნებისმიერი სუნი. შეურიეთ, გააკეთე, ეს სუნი არ იქნება. იმიტომ იმ ადგილზე იგივეა, ბაქტერია არ განვითარდება სოდის გამო და სუნიც არ მოვა. ჩვენ რო ჩამს ბოსტნეული, ყველა მიცის ბევრი პესტიციდების გამო მოყვანილია, მაგრამ მეტი გზა არ აგვაქვს ჩვენ. იმიტომ სოდა არის პესტიციდების საწინააღმდეგო. თქვენ რო კიდულობს ბოსტნეული, ნებისმიერი ბოსტნეული, ჯერ სოდიანი წყალში 10-15 თუთი დატოვე, ამოიგე, გარეცხე და პესტიციდებისგან იქნება თავისუფალი ჩვენი ბოსტნეული, რომელიც ჭამის მერე არ იქნება მავლე. ხანდახან ადამიანს ეგეთი მეჭეჭები მოდის პირში. კუჩიც იგივეა, წყლულისავითაა, ესეც ერთ-ერთი ტიპია. პირში გამოდის. მაშინაც შეიძლება სოდა. შეურიეთ ნახევარი წიქა წყალში, დღეში რამოდენიმე ჯერ გამოვავლეთ და გადააგდე მერე ეს წყალი. მაგრამ დაგეხმარება ამ პრობლემას. გამოდის მეგობრებო. სოდა სასარგებლოა, მაგრამ ტოპიურად, გარედან. კანის სხვადასხვა პრობლემები, კოგომა თუ გიგბინა, აგზიმა პატარა დასაწყისში თუ არის, თუ ანთება არის, ძალიან წითელი კანია, არ შეიძლება. ტოპიურად კი ბატონო, შხილებისთვის კარგია, ჩვენი თმებისთვისაც კარგია, თუ აჩუქებს ძალიან ცხიმიანი თმა. სკალპებში ქავილი შეიძლება გამოიკენო გარეცხო. არადროს დალიო შიგნით. ხანდახან შეიძლება, მაგრამ თუ თქვენ ყოველდღიურად მიეჩვიე, რომ კუჩში მჟავიანობა გამისწორდაო, ეს პრობლემა იქნება და ერთი დღე მოვა, რომ სულ გასწორდება ეს ნულზე, ანუ ტუტე გახდება ჩვენი კუჩი და პრობლემა იქნება ცოტათი ნაჭამი ცხიმი ვეგარ გადამუშავდება, პროტეინი არადროს არ გადამუშავდება, შებირელობა იქნება, გაზის პრობლემა იქნება და ერთ-ერთი ყველაზე ცუდია. მე ძილის დროსაც კი გარეთ მოდის. სოდა გამოიკენე გარეთ, არა შიგნით. კარგად და ჯანმრთელად.